მრავალ წარღვას ვინ არ იცნობს. ის საუკუნეების განმავლობაში ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა თავისი სამკურნალო თვისებების გამო. თავდაპირველად ევროპისა და აზიის მკვიდრი, ეს მცენარე ჯანმრთელობისთვის მისი მრავალი სარგებლისა და გამოყენების პრაქტიკულობის გამო მთელს მსოფლიოში გავრცელდა. სამკურნალო მცენარეებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი სადაც ადამიანს სჭირდება, იქ იზრდებიან. ვინ იცის, შეიძლება ამის გამო ქვია მას ლათინურად პლანტაგო. პლანტა ხომ ამ ენაზე ტერფს ნიშნავს. მრავალწარღვა კიბილიკებზეც იზრდება და ძველ დროში მას შორს გზას შემდგარი მოგზაურები მტკივნეული და დასისხლიანებული ტერფების დასაამებლად ფეხსაცმელში იდებდნენ. ის ხშირად გამოიყენება როგორც პირველადი დახმარება მწერების ნაკბენის დროს სადეზინფექციოდ და ქავილის დასაამებლად. მისი ახალი, გაწმენდილი ფოთლები ასევე შესანიშნავია ჭრილობის მოვლისთვის, თუნდაც ეს ღია ჭრილობა იყოს. ეს მრავალწარღვაში შემავალი ლორწოვანი ნივთიერებებისა და ტანინებით არის განპირობებული. ლორწოვან ნივთიერებებს კანზე და ლორწოვან გარსებზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ამას გარდა ტანინებს მომჭიმელი ეფექტიც აქვს, რაც ჭრილობების სწრაფად შეხორცებას უწყობს ხელს. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მრავალწარღვას ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო ეფექტიც აქვს. მისი ფოთლები შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას და მსუბუქი ანტიმიკრობული თვისებები აქვთ. მრავალწარღვას ყველაზე მარტივად და პრაქტიკულად გამოსაყენებლად, განსაკუთრებით თუ სხვა საშუალება ხელთ არ აქვთ, მრავალწარღვას ნორჩ ფოთლებს ირჩევენ და ღეჭავენ, სანამ წვენი არ გამოვა და ამ წვენს შესიებულ ნაკბენზე იბყურებენ ან ზემოდან იდებენ. ეს ჭრილობის სამკურნალოდ გამოსაყენებლად ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია. თუმცა თუ ფოთლის ღეჭვა არ არის თქვენი სტილი, მაგრამ ამავდროულად პიკნიკზე ხართ, წერმა გიკბინათ ან რაიმე სახის ჭრილობა გაქვთ, მრავალწარღვით ჭრილობის გაწმენდა და დეზინფექცია შეგიძლიათ, რადგან ის ანტისეპტიკური მცენარეა. ის ასევე შეიცავს ალანტოინს, რომელიც ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს. გამოსაყენებლად პირველ რიგში ფოთლები გაასუფთავეთ და შემდეგ სუფთა ხელით, როგორც შეძლებთ, მაქსიმალურად კარგად დასრისეთ. ბოლოს ჭრილობაზე დაიდეთ და რამდენიმე საათი გაიჩერეთ. მრავალწარღვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებია. იგი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამცირებენ. ეს მას სასარგებლოს ხდის ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა ართრიტი, გასტრიტი და რესპირატორული ინფექციები, ასევე სასუნთქი გზების ანთებების, ხველების დროს, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების, ბრონქიტის და ასთმის დროს. შინაგანად მისაღებად აფთიაქში ხშირად ნახავთ მრავალწარღვას ხველების სიროფებს ან ნაყენებსაც. რესპირატორული გზების გარდა მრავალწარღვა ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მონელების მხარდასაჭერად. მისი ლორწოვანი თვისებები ამშვიდებს კუჭნაწლავის ლორწოვან გარსებს და ამიტომ სასარგებლოა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. მრავალწარღვას ჩაი ან მისი ფოთლების სალათებში მირთმევა ხშირად საკმარისია საჭმლის მომნელებელი დისკომფორტის შესამსუბუქებლად. მრავალწარღვას შესანიშნავი ანტიოქსიდანტური ეფექტიც აქვს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ფლავონოიდები და ფენოლები, ორგანიზმს ჟანგვითი სტრესისა და თავისუფალი რადიკალების დაზიანების განიცავენ. ამ მცენარის ფოთლების ან ექსტრაქტების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ქრონიკული დაავადებების რისკი შეამციროს. მრავალწარღვას შარდმდენი მოქმედება აქვს, შედეგად ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები და თირკმლის ქვები. ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფსილიუმმა, რომელიც მრავალწარღვას ერთ-ერთი სახეობის, პლანტაგო ოვატას, თესლების ქერხს წარმოადგენს. ეს თესლები სითხის განსაკუთრებულად შეწოვის უნარით გამოირჩევა, რის გამოც მიზანმიმართულად გამოიყენება მედიცინაში. მათ 50 მაგი რაოდენობის სითხის შეწოვა შეუძლიათ. ამის გამო ფსილიუმი განსაკუთრებით ძვირფასია ნაწლავებისთვის, რადგან მათ ერთდროულად დახმარება შეუძლიათ როგორც დიარეის, ისე ყაბზობის დროსაც. ეხლა კი დროა რეცეპტებზე გადავიდეთ. მაგრამ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ ზემოთ ნახსენებ ფსილიუმზე ხელი არ მიგითვდებათ, ნებისმიერი სახეობის მრავალწარღვას თესლი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის სელის თესლის შესანიშნავი შემცვლელია და ბუნებრივი ცილისა და ბოჭკოების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, რის გამოც ძალიან სასარგებლოა ნაწლავებისთვის. ეს თესლი შეგიძლიათ უმად სალათებში მიირთვათ ან წვნიანებში ჩაყაროთ. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, ეს თესლები უძვირფასეს ზეთებსაც შეიცავენ, თუმცა იმის გამო, რომ ნაწლავებს მათი მიღება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ისინი გარსიდან გამოთავისუფლებულია, ამ თესლების სრული სარგებლის მიღება თუ გინდათ, ჯობს ოდნავ მოხალოთ და ყავის საფქვავით დაფქვათ.
მრავალძარღვას თესლები შეგიძლიათ გაახმოთ კიდეც და ზამთრისთვის შეინახოთ. არც ფესვები გადაყაროთ, გაახმეთ და შეინახეთ. შემდეგ კბილებისა და ყბის ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დროდადრო ფესვს მოაჭერით და დაღეჭეთ. მრავალძარღვას საფენი. ფოთლები ბლენდერში ძალიან მცირე რაოდენობით წყალთან ერთად მოათავსეთ. გაითვალისწინეთ, ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს, მხოლოდ იმდენი, რომ დაზარელებულ ადგილზე დასადებად დაქუცმაცებული მასა მიიღოთ. მოათავსეთ ეს მასა მარლის ნაჭერზე და ისე გადაკეცეთ, რომ მრავალძარღვის მასა შუაში მოექცეს. ეს საფენი ნაკბენზე ან კანის გაღიზიანებულ ადგილზე 2 საათის განმავლობაში დაიდეთ. შეგიძლიათ დამატებითი ქსოვილით დააფიქსიროთ, რომ ადგილი არ შეიცვალოს. ხველების სიროფი. დაგჭირდებათ 1 ლიტრი წყალი, 500 გრამი შაქარი, 40-40 გრამი მრავალძარღვა პიტნა და ქონდარი, შაქარი და წყალი 5 წუთი ადუღე. სანამ ადუღდება მრავალძარღვა, პიტნა და ქონდარი წვრილად დაჭერი. ცხელი ადუღებულ სიროფი დაასხი და 2 ცალი დაჭრილი ლიმონი დაამატე. 24 საათის განმავლობაში გააჩერე. ამოიღე მცენარეები და ლიმონი და ხელით კარგად გამოწურე. სიროფი კარგად გაფილტრე და კიდევ აადუღე. მეორე ქვაფში ასევე ადუღებულ წყალში ბოთლები და საცობები გქონდეს. ცხელი სიროფი ცხელსავე ბოთლებში ჩაასხი და დახურე. სიროფი მთელი ოჯახისთვის მზად არის. ხველების საწინააღმდეგოდ საჭიროებისამებრ დღეში რამდენიმეჯერ 1-2 ჩაის კოლზი მიირთვით. მრავალძარღვას ჩაი. ეფექტურია კუჭის, ნაწლავების, საჭმლის მონელების ან საშარდე გზების პრობლემების, ასევე ყელის ტკივილის, ხველების ან მსუბუქი ბრონქიტის დროს. ჩაი ასე დააყენე, 2 სუფრის კოვს ნედლა ან 2 ჩაის კოვს გამხმარ მრავალძარღვას ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხი. 10 წუთი გააჩერე და გადაწურე. დღეში 3 ფინჯანი მიირთვი. მრავალძარღვას ჩქარი და ადვილი მალამო. 1 მუჭა ძალიან წვრილად დაჭრილი მრავალძარღვას ფოთლები და 50 მლ ქოქოსის ზეთი ქვაფში ცხელი წყლის აბაზანაში მუდმივი მორევით გაათბე, სანამ ფოთლები ზეთით არ დაიფარება. აუცილებელია ყველა ფოთოლი სრულად დაიფაროს. დააფარე და მინიმუმ 24 საათი გრილ ადგილას გააჩერე. გააცხელე და გაფილტრე. ისევ ცხელი წყლის აბაზანაში ჩადგი და 7-10 გრამი ფუტკრის ცვილი დაუმატე. სასურველი კონსისტენციის მიღებამდე ურიე. მალამოს სისქე მეტი ცვილის დამატებით შეგიძლია აკონტროლო. საბოლოოდ გასტერილებულ შუშებში გადაიტანე. 1 წელი ინახება. უფრო ხანგრძლივი ვარგისიანობის მალამოს დაბლა შემოგთავაზებთ. ეს მალამო კანის ნებისმიერი პრობლემის დროს გამოიყენეთ, თუნდაც ის სახეზე იყოს. მრავალძარღვას სპრეი. დაგჭირდებათ მრავალძარღვას ფოთლები და ვაშლის ძმარი. ეფექტურია ფუტკრის ნაკბენის, მწერების ნაკბენის და კანის სხვა გაღიზიანების დასამშვიდებლად. ეს სპრეი ასევე შეგიძლიათ ქავილის შესამსუბუქებლად გამოიყენოთ. შეაგროვეთ მრავალძარღვას ახალი, სუფთა ფოთლები, გარეცხეთ და ქილაში ჩააწყვეთ. ვაშლის ძმრით დაფარეთ და 3 კვირის განმავლობაში დააყენეთ. ამ დროის შემდეგ ძმარი გადაწურეთ და თავდახურული შეინახეთ. მიღებული მრავალძარღვის ძმარი ფუტკრის, ობობას ან სხვა მწერების ნაკბენის სამკურნალოდ დაზიანებულ ადგილზე იბყურეთ. გარდა ამისა, ეს სპრეი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის სხვადასხვა გაღიზიანებით გამოწვეული ქავილის, ანთების და დისკომფორტის შესამსუბუქებლად. მრავალძარღვას ზეთი. დაგჭირდებათ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები, რომლებიც თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ იყიდოთ. თვითონ გახმობისას ისინი პატარა კონებად უნდა შეკრათ და მზის პირდაპირ სხივებისგან დაცულ, მაგრამ კარგად გაჰაერებულ ადგილას თავდაყირა დაკიდოთ. ფოთლები ხრაშუნა უნდა გახდეს და მხოლოდ მაშინ არის ის კარგი გამხმარი. ამ გზით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის არ დაობდება. ალბათ იკითხავთ, შეიძლება თუ არა ამ რეცეპტში მცენარის ახალი, ნედლი ფოთლების გამოყენება. მოგიწოდებდით, რომ ჯერ გაახმოთ და ეს იმიტომ, რომ ნედლი ფოთლები ბუნებრივად შეიცავს წყალს, რომელიც მრავალძარღვას ასეთი სახით გამოყენებისას მალამოში მოხვდება, რაც გაცილებით შეამცირებს მალამოს ვარგისიანობის ვადას და მისი დაობების რისკს გაზრდის. მას ასე მრავალძარღვის გამხმარი ფოთლები სუფთა მინის ქილაში ნახევრამდე ჩაყარეთ. ქილა ზეითუნის ზეთით ისე შეავსეთ, რომ ქილის ბოლომდე 2 სანტიმეტრი დარჩეს. ხის კოვზით ამოურიეთ. ამოღეთ ქილა და დააფარეთ. თარიღი დააწერეთ და 4 კვირის განმავლობაში სადმე ბნელ ადგილას დადგით და ყოველ 2 დღეში ერთხელ ფრთხილად შეანჯღრიეთ.
ამ დროის გასვლის შემდეგ მცენარე სრულად მოაცილეთ, კარგად გამოცურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ზეთი ამოიღოთ. ალტერნატიულად თუ 4 კვირა ლოდინი არ გინდათ, ფოთლებიანი და ზეთიანი ქილა წყლიან ქვაბში მოათავსეთ და წყალი რომ დუღილამდე მივა, ტემპერატურა დაუწიეთ და 2 საათის განმავლობაში ცეცხლზე დატოვეთ. ზეთი ქილაში არ უნდა ადუღდეს, ხოლო ქვაბში წყალი თუ აორთქლდა, ადუღებული წყალი ჩაამატეთ. 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და სუფთა ბოთლში გადაასხით. ეს ზეთი შეგიძლიათ ნაკბენების, გამონაყარის, ანთებების ან კანის სხვა პრობლემების დროს გამოიყენოთ. შესანიშნავია აქერცლილი და გაუხეშებული კანის მოსავლელად და სამკურნალოდ, ან შეგიძლიათ მას ცვილი დაუმატოთ და მრავალ ძარღვას მალამო მოამზადოთ. მას ასე გააკეთებთ. ელექტროსასწორზე სუფთა ქილა დადგით და შიგიმდენი თქვენს მიერ მომზადებული მრავალ ძარღვას ზეთი ჩაასხით, სანამ სასწორი 100 გრამს გიჩვენებთ. სასწორი გაანულეთ და 15 გრამი ფუტკრის ცვილი ჩაამატეთ. ქილა ფრთხილად მოათავსეთ ცხელწყლიან ქვაბში და აურიეთ, სანამ ცვილი არ გადნება. ჯერ კიდევ თხევადი მალამო პატარა სუფთა ქილებში გადაასხით და სანამ თავს დაახურავდეთ, ბოლომდე გააგრილეთ. ვარგისიანობის ვადა 2 წელია.